საქართველოს-თურქეთის საზღვარზე 4 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება შესაბამისი შეთანხმება ბაქოში. დღეს საქართველოს-თურქეთსა და აზერბაიჯანის შორის გაფორმდა გვირაბი, რომლის მშენებლობისთვისაც 42 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და გადაზიდვები უფრო მოსახერხებელი გახდება. სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოებზე 4000 ადამიანი დასაქმებული, მხოლოდ ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის დასრულების შემდეგ კი სტაბილურად სამუშაო ადგილს 1600 ადამიანი მიიღებს. რამდენიმე კვირაში საქართველოს-თურქეთის საზღვარზე ახალქალაქი კარწახის მონაკვეთზე 4 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყება. ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით სამივე ქვეყნის ხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭომ ოქმს მოაწერა ხელი და გადაწყდა, რომ შემდეგი შეკრება საქართველოში ჩატარდება. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მინდა მადლობა გადაუხადოს სამივე ქვეყნის მეთაურს, რათა გამოხატეს პოლიტიკური ნება, რაც ხელს უწყობს პროექტის წარმატებით მიმდინარეობას. ვარაუდობ, რომ ძირითადი სამუშაოების განხორციელება მოხდება მიმდინარე წელს და რკინიგზა ექსპლუატაციაში 2014 წელს შევა. შეხვედრაზე შევაფასეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობა. მოვისმინეთ ტექნიკური მუშაკებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე. ნიშნულოვანია, რომ მომავალშიც ასეთივე წარმატებით განვაგრძოთ ურთიერთთანამშრომლობა და არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდეს. მშენებლობა უახლოვდება დასასრულს. ჩვენ ვღებულობთ უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო საშუალებას, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს. ეს იქნება აბრეშუმის რკინიგზა, რომელიც საშუალებითაც გახდება ტვირთების მობილიზაცია აზიის ქვეყნებში, მათი ტრანსპორტირება ევროპაში. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებაა სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოებზე. 4000 ადამიანი უკვე მუშაობს. მომავალში კი ახალქალაქის სადგურზე 1600 ადამიანი კიდევ დასაქმდება, რაც რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე გაიზრდება ტვირთბრუნვაც. ერთდროულად 4000 კაცი უკვე ამ პროექტზე მუშაობს და მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდება და ჩვენ ვარაუდობთ, ეს მოხდება 2013 წლის ბოლოს. ახალქალაქის სადგურზე, რომელიც წყობაში შევა, იმუშავებს საშტატო გარიგით 1600 ადამიანი. ვარაუდობთ, რომ 5-დან 15 მილიონ ტონამდე ტვირთს გავატარებთ ამ რკინიგზაზე და ეს ტვირთი აზიიდან და ჩინეთიდან მოხვდება ჩვენის გავლით ევროპაში. საქართველოს-თურქეთის საზღვარზე ახალქალაქი კარწახის მონაკვეთზე 4 კილომეტრიანი სიგრძის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისთვის 42 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამუშაოების დასრულება უფრო მოახერხებულს გახდის სარკინიგზო გადაზიდვებს. ბაქო-თბილისის ყარსის მშენებლობის პროექტი 3 ეტაპად მიმდინარეობს და პირველი ეტაპი მარაბდა თეთრიწყარო სარკინიგზო ხაზის 29 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მინდა აღვნიშნო, რომ მარაბდა კარწახის მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს საკმაოდ რთულ პირობებში და უწყვეტ რეჟიმში. ეს იმით აიხსნება, რომ ობიექტს რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. აღნიშნული მონაკვეთი ხასიათდება ბევრი ტექნიკური ნაგებობებით და ერთდროულად ასობით ადამიანია დასაქმებული, რაც მის მნიშვნელობაზე და მაღალ ხარისხზე მეტყველებს. ამ დროისთვის უკვე განხორციელდა მარაბდის წინწყაროს და თეთრიწყაროს სარკინიგზო სადგურების და დამხმარე შენობების მშენებლობა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 50-მდე ხელოვნურ ნაგებობას. აშენდა 2 ახალი სარკინიგზო ხიდი და გამოიცვალა დაზიანებული ხიშპალები. ამჯერად კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თეთრიწყარო ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია და ახალქალაქი კარწახის მონაკვეთზე 25 კილომეტრიანი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.